ბიძური ფასო, მეგობრებო, მსვენელებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ისმაილ პერესის ახალი ვიდეო, რომელიც წარმოადგენს არხმა ელენა მუზამ თემით უცხო პლანეტარული რასები დგალარიან კაცობრიობის სამთავრობო პროგრამების უკან. გასაიდუმლოებული სამთავრობო პროგრამების უკან. მას დავიწყოთ. ხო და ისმაილ პერესი პატარა შესავალის შემდეგ ამბობს, რომ დღესო ჩვენ გვაქვსო მორიგი galaktikuri მოხსენება, რომელშიც მე აღწერ სხვადასხვა სახეობებს უცხოპლანეტელებისა, რომლებთანაც ჩვენ მუშაობთ და აგრეთვე მოგიყვებით 50 სხვადასხვა არამიტიერი არსებების შესახებ, რომლებიც დიდი ხანია უკვე თანამშრომლობენ კერძო სექტორთან. რა იგულისხმება კერძო სექტორში? კერძო სექტორში იგულისხმება კერძო ცალკე წასული ადამიანების კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარება, როგორც მაგალითად გერმანელები, რომლებიც გამოეყვნენ თავიანთ ერს გერმანულმა არისტოკრატებმა და შექმნეს ცალკე კოსმოსური ცივილიზაცია. ამდაგვარი კერძო ქვია მაგალითად ЦРУ, იყო ერთი ЦРУ იყო დაკავებული კოსმოსური პროგრამებით, NASA, ორი NASA არსებობს, ერთი NASA ხალხს აბრიყვებდა, მეორე NASA კი კოსმოსურ რაღაც თავის დავალებებს და პროგრამებს ასრულებდა. გამოყოფილი ცალკე წასული სხვადასხვა ორგანიზაციების ცალკე გზით წასულები, რომლებიც განვითარდნენ კოსმოსურ, ასე ვთქვათ, კოსმოსური გზით. და როგორ შეეხება საქმე მაგალითად პლაგუნელების აეროვან გიგანტებზე ან ყინულოვანი პლანეტიდან წარმომადგენლებს ან უცხოპლანეტელებს, რომლებიც გაბლარიან მედუზებს. ყოველი 4 კვირის განმავლობაში ჩნდება ახალი საბუთები. და სანამ მე მოხსენებაზე გადავალო, მინდოდაო მადლიერება გამომიხატაო მათთვის, ვინც უყურებსო განმეორებას. უხდეს იქ ყველას მადლობას, ვინც დონაცია აქვს ამას, კი. დონატები სპეციალური ანგარიშიას გახსნილი და ეხმარებიან, მაგრამ მეძური არ არის. ხო, ეს რეკლამა. აგრეთვე მე თქვენ წარმოგიდგენთო შემდეგ ცივილიზაციას, რომელიც მოყვებაო მეხუთე რასას, მეხუთე ცივილიზაციას, ანუ ალბათ ჩვენ კაცობრიობა იგულისხმა. ალბათ კი რა მასია. ეს ინფორმაცია მე მივიღეო იუპიტერის მეთაურობისაგან და ამ საიდუმლოს მიმართ, ამ საიდუმლო ინფორმაციის მიმართ სტომ არისო ნომერი 11. ხო, კიდევ გავიმეორებო თემას. თემა ეხებაო არა ადამიანური გონების 50 კლასიფიკაციას და მათ საიდუმლო კავშირებს მიტიერ სახელმწიფო სამთავრობო წარმომადგენლებთან. აი, როგორც მე ხა მაგალითი მოგიყვანეთ გერმანელები. ალბათ თქვენ გსვენიათო რუხებზე.
ჩვენ მათ უწოდებთ გოლივუდურ რუხებს, რადგან ზუსტად მათ იყენებსო, რუხებს იყენებსო ჰოლივუდი იმისათვის, რომ უცხო პლანეტელები წარმოადგინონო და მათ უწოდებინო ტიპიურ რუხებს. ეს რუხები არიანო სისტემა რამბოლიდან, სისტემა რამბალა, აგრეთვე ცნობილები როგორც ზეტა ბადე ნომერი 1 და ზეტა ბადე ნომერი 2-დან. ორივე ეს არის ვარსკვლავური სისტემები. ზეტა ბადე 1 და ზეტა ბადე 2 არის ვარსკვლავური სისტემები და რასაკვირველია არიან შერეულები, რუხების კატეგორიები, მაგრამ ყველა რუხები არ არიან ბოროტები. სინამდვილეში მათგან უმრავლესობა თანამშრომლობენ გალაქტიკურ ადამიანებთან, ფედერაციებთან ან გალაქტიკურ ალიანსთან და ამ რუხების უმრავლესობა ნეგატიურს გულისხმობენ, ნეგატიური რუხები თანამშრომლობენ დრაკონიელებთან. ბევრჯერ უთქვამთ იცმელპრესაც აქვს მონაყოლი რუხებზე, სხვა კონტაქტორებსაც აქვს მონაყოლი და მეც ბევრი მასეთი გადამითარგმნია ვიდეო და ახლაც ამბობს იცმელპრესი, რომ ამ რუხებმა დაკარგესო ადამიანური სახე იმის გამო, რომ დაკარგეს უნარიანობა გამრავლebisკენ და დაიწყეს კლონირება თავისი ერისა და თანდათანობით გახდნენ კიბერნეტიკური არსებები და მათ უწოდებენ ეგრეთ წოდებულ რუხ რობოტებს. მაპატიეთ აპოქსიანელები, შეგახსენებთ, რომ რუხების პლანეტა ეწოდება აპოქსიანი თუ არ მახსოვს ზუსტად აპოქსიანი მგონი და მათ აპოქსიანელებს უწოდებენ. ზუსტად აი მაპატიეთ ვერ გავიხსენე. და ეს აპოქსიანელები ახლა გავლარიან ძალიან რობოტებს. ხო მე მოგიყევით თქვენ რომ პლანეტა თითქმის გარდაიცვალა, მოხდა თითქმის, დაკარგა თავისი საცეცხლო უნარიანობა და ნახევრად ფუნქცია დაკარგულია. ამიტომ რუხების ნაწილმა დატოვა ეს პლანეტა, ნაწილი შევიდა პლანეტის შიგ და იქ დასახლდა. და არიან კიდე ისეთი რუხები, რომლებსაც ამზადებენ დრაკონიელები და კაბალა თავის მიწისქვეშა ობიექტებზე, ანუ ქმნიან რობოტებს, რომლებიც გამარიან რუხებს და იყენებენ თავის საქმეში. მათ უწოდებენ, როგორც გითხარით, რუხ რობოტებს და ყველა შეუძლია მათი ყიდვა. არის სხვადასხვა ტიპი ამ რუხებისა, უფრო მეტწილად ის რუხები, რომლებიც დაკავშირებული არიან დედამიწასთან, თანამშრომლობდნენ კაბალასთან და ეს ფაქტია. არიან კლასიკური წარმომადგენლები, ერთ-ერთი რთული რომლებთაც აქვს ერთ-ერთი რთული კლასიფიკაცია არქივებში და რომლებიც არიან უფრო გავრცელებული. რუხები აგრეთვე არიან სხვადასხვა სიმაღლის, არიან პატარები, არიან მაღლები, მაგრამ ჩვენთვის უფრო ცნობილია პატარები. მათ აქვენ გადიდებული ფავის ქალა, დიდრონი ბნელი თვალები, რომლებიც გავს მინდალისებურ შავ მინდალს, ანუ ფართო მინდალისებური შავი თვალები და რასაკვირველია, მათ აქვს მაღალ განვითარებული ნერვული სისტემა, რაც საშუალებას აძლევს მათ იყვნენ ტელეპათები. ეს ხსნის თუ რატომ შეუძლიათ მათ ადამიანების აზრების წაკითხვა. იუპიტერის მეთაურობის არქივებიდან გამომდინარე, ახლა ჩვენ დროში რუხები არ წარმოადგენენ საფრთხეს. და ეს ყველაფერი დაკავშირებულია გაწმენდასთან, რომელსაც ატარებს გალაქტიკური ძალები თანამშრომლობაში ხედი იორ ალიანსთან.
ამიტომ რუხი მორფოლოგია ხდება უფრო გენეტიკურ მოდიფიცირებულ მრავლობით პოპულაციაში და არსებობენ აგრეთვე რუხების სახეობა, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს. და მე ხოლმე მეკითხებიან, იტაცებენ თუ არა რუხები ადამიანებს. მე ვთვლი, რომ რამდენიმე კვირის უკან, ხო, ეს ახალი ამბავი არისო, რამდენიმე კვირის უკან ეს პროგრამა დაიხურაო და ახლა მათ არ აქვთ უფლება გაიტაცუნო ადამიანები. ახლა ზეტებზე კიდევ არის ცალკე მათი სახეობა ზეტები. ზეტები რუხების სახეობა ზეტები ეს არის კონსორციუმი, რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იყო დაკავშირებული სამთავრობო პროგრამებთან. მაპატიეთ მე რომ ასეთი მიმიკა მაქვს Gareth Dreams და რადგან ჩემი ხმა ხანდახან არის მის ტელეფონში, მე ლაპარაკო ხმამახლად და ხმოვანი ორყიტო მეძაბება. ხო, მე ხომ ძალა უნდა დავატანო, რომ ხმამაღად ვილაპარაკო. ამიტომ გამომდის ასეთი მიმიკა. მომიტევეთ. ხო. და ამ საიდუმლო, ამათ კიდევ უწოდებენ ამ ბნელ საიდუმლო პროგრამის წარმომადგენლებს საიდუმლო საზოგადოებად. ისინი არიან, რომლებმაც ბევრი თანხა ჩადეს გენეტიკურ ან გენურ ინჟინერიაში. გენეტიკური მასალის მიღება ადამიანებისაგან, ცხოველებისაგან და ასე შემდეგ, კლონირება, რომელიც გრძელდება უკვე 1000 წლების განმავლობაში. კლონირება არსებობს უკვე დიდი ხანია. ენკი იყო მთავარი გენეტიკოსი და მისმა თანამზრახველებმა განა მათი თანამზრახველები შეჩერდნენ ატლანტიდის დაცემის შემდეგ, რასაკვირველია არა, ისინი ამ გენეტიკურ ექსპერიმენტებს მერეც ატარებდნენ. ენკი ანუნაკია. აგრეთვე ისინი აერთიანებდნენ ბიოლოგიურ ორგანიზმებს ტექნოლოგიებთან, ასე რომ ზეტები, როგორც მათი მანტიდები, მოგვიანებით თამაშობდნენ, მოგვიანებით მაგათმა ითამაშეს თავარი როლი გამოყოფილი დაჯგუფებებთან ურთიერთობაში, რომლებიც იყვნენ დაკავებული ბნელი საქმეებით, როგორც შავი ფლოტი. ყოფილი ნაცისტების ყოფილი არა, ნაცისტები ახლა არ არიან ისინი, მაგრამ აი ნაცისტებს უწოდებენ და ბრაზდებიან. პენი ბრელისას ნათქვამი, მათ არ მოწონთ მათ რომ ნაცისტებს უწოდებენო. მათ მოწონთ მათ რომ გერმანელებს, გერმანულ არისტოკრატიას უწოდებენო. აგრეთვე შავი ფლოტის გარდა არსებობს პლანეტათა შორისო კორპორატიული კონგლომერატი MK Ultra, რომელიც იყო დაკავებული ადამიანების გაერთიანებით ტექნოლოგიებთან, ასე რომ ზეტები ორიენტირებული იყვნენ თავის საზეცახურებაში, ამიტომ ისინი არიან ორიონის იმპერიის ნაწილი, რომელიც შედგება ცუდი ბიჭებისაგან. ზუსტად მათ გამო მთავრობებმა შეძლეს მემკვიდრეობით მიეღო დევნის თვალყურის ტექნოლოგიები, რომლებიც აძლევდნენ მათ საშუალებას აეშენებიათ მიწისქვეშა ნაგებობები, ობიექტები და ასე შემდეგ. ზეტების დახმარებით. ისინი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მაჯესტიკთან, და ეს ზეტას წარმომადგენლები გახდნენ უმეტესწილად ყველაზე ხშირი არა ადამიანური შუამავლები კაბალასთან, მაგრამ საბოლოოდ ეს რუხი კოლექტივი გამოეყო ორიონს თანდათანობით. არსებობს რამდენიმე რუხი კოლექტივები,
რომლებიც გამოეყო ამ ორიონის იმპერიას და ესენი ახლა აწარმოებენ ცვლა-გამოცვლას დედამიწელებთან ტექნოლოგიებით, აგრეთვე უმეტესწილად ალიანსთან, თეთრ ქუდებთან. უფრო ეს ეხება ყოფილ მიწისქვეშა ნაგებობებს და ჰიბრიდიზაციასთან დაკავშირებულ პროგრამებს. და ეს რუხები გამოყოფილი რუხები, რომლებიც გამოეყვნენ ორიონის იმპერიას, ეხმარებიან ახლა თეთრ ქუდებს, ანუ ალიანსის წევრებს, ხო, თეთრი ქუდები იგივე ალიანსის წევრებია თითქმის გაერთიანდნენ, მაგრამ მაინც ისრაელის ცალკე კიდე ახსენებს თეთრ ქუდებს. და ეს რუხები ეხმარებიან ამათ იმ ადგილების მოძებნაში, სადაც არის განლაგებული დრაკონიელების მიწისქვეშა ბაზები და ამ იუპიტერის ინფორმაციის თანახმად ეს ობიექტები ახლა განთავისუფლებულია და იმყოფება ალიანსის კონტროლის ქვეშ. 99.9% ჩვენ შევძელით ამ ამოცანის შესრულება. სინამდვილეში მათ უნდათ, რომ მე ვილაპარაკო მაღალ რუხებზე, მოკლედ. ეს მაღალი რუხები არიან წვრილი სხეულის პატრონები, მაღლები, სუსტები. ესენიც არიან რეტიკულიდან ერთიდან ან ორივედან ზეტა რეტიკულა არის ასეთი თანავარსკვლავედი ადგილი. ესენი წარმოადგენენ სარიონის სახეობას და სხვა სიტყვებით რომ თქვათო, ისინი თანამშრომლობდნენო ორიონის ან ქართულად არიონის ნეგატიურ სინდიკატთან და რასაკვირველია, დედამიწა ამის გამო ყოველთვის იყო დაკავშირებული კაბალასთან. ახლა ითვლება, რომ ზოგი მათგანი წარმომადგენლობა როგორც ტაუგრი ახლა არ თანამშრომლობენ. მოდით მომეცით უფლება დაბრუნდეო ცოტა უკან იმ მომენტამდე, როდესაც მრავალი წლების განმავლობაში მაღალი რუხები წარმოადგენდნენ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მართლებისთვის, რადგან ზუსტად მაგათმა მისცენ საშუალება დრაკონიელებს ჩაიდოთ ხელში ძალაუფლება. ჩრდილოვანი სახელმწიფო დაწყებული ნაცისტებიდან არიან ამ დრაკონიელების და რუხების იყვნენ უпроსორად. იყვნენ, იმიტომ რომ ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი ჩრდილოვან სახელმწიფოს და ეს ჩრდილოვანი სახელმწიფო და ნაცისტები იყვნენ ამ დრაკონიელების წარმომადგენლები. შეიძლება ითქვას, რომ რუხები იყვნენ დიპლომატები ამ ხალხის ამათ შორის, რომლებიც მე ხარ ჩამოვთვალე ურთიერთობაში. და ამ მდგომარეობამ ჩვენ ჩაგვაბარა არიონის იმპერიას, ორიონის იმპერიას. არიონ, ოთი იწერება, ორიონ. არიონი, იკითხება არიონი რუსულად არიონი იკითხება. ორიონის იმპერიას ქართულად. ალიანსი რომარა. და ეს მაღალი რუხები იკავებენ მაღალ მდგომარეობას ამ ორიონის იერარქიაში და მას იყო ყოველთვის. და ისინი არიან დაბალ სიმაღლის რუხების წარმომადგენლებზე
უფრო მაღლები და ასრულებდნენ მეთვალყურების ფუნქციას, გენეტიკური ადმინისტრატორების ფუნქციას და დიპლომატიური შუამავლების ფუნქციას. როლს უпростоრად, დიპლომატიური შუამავლების როლს. და მათი მთავარი მიზანი ტაუგ-გრესის მიმართ არის გავლენა და არა ღია შემოჭრა. ზუსტად ამიტომ მე სულ გახსენებ თქვენ, რომ ამ ორიონის სინდიკატმა, რომელიც წარმოადგენდა გაერთიანება ამ ორი სახეობისა, შეიჭრა დედამიწაზე ენკის დახმარებით, რომელიც არის ანუნაკების წარმომადგენელი, ეს ენკი. და ეს მოხდა 1000 წლის უკან. ისინი უბრალოდ კონტროლს გვიწევდნენ ჩვენ თავისი მარიონეტული ილუმინატების ოჯახის მეშვეობით მთელი ისტორიის განმავლობაში. არქივის თანახმად ისინი დაკავშირებულები იყვნენ საქმეებთან ბიოლოგიურ მეცნიერების სფეროში, განვითარებული ტექნოლოგიების მოძრაობაში და ცნობიერების მანიპულაციაში, უпростоრად ცნობიერების მანიპულირებით. და შეიძლება ითქვასო, რომ ამ MK Ultra-ი პროგრამა მონარქის და ყველაფერი რაც კი იყო დაკავშირებული ცნობიერების კონტროლთან, რომელიც მეკიდრეობით მიიღო ჭრილოვან სახელმწიფომ, გაჩნდა ამ დიპლომატიური ურთიერთობების დახმარებით, ამ ტარგარიენელების გადაწყვეტილებით, ამ ერთ-ერთი რუხების წარმომადგენლების ტარგარიენელების დახმარებით. ისინი მათ მოსწონდათ ხელშეკრულებების დადება. ამის მიხედვით ხელშეკრულება ქმნის დამოკიდებულებას და არ საჭიროებს სამხედრო ოკუპაციას. ამ მომენტში ისინი არ წარმოადგენენ დიდ საშიშროებას, როგორც ეს იყო რამდენიმე თვის წინ. და ამ მომენტში იმიორებს ხშირად გინდა იჯერეთო, გინდა რა, მაგრამ რეპტილოიდების შორისაც არიან კარგი ბიჭები. ყველა რეპტილოიდები არ არიან საქმეში დრაკონიელებთან, სიგმა და ალფა დრაკონიდან. არა, 40% რეპტილოიდებისა არიან კარგები. და ეს არ არის ცუდი პროცენტიო. როგორც თქვენ იცითო, ვინცმე მისმენთო, რომ რეპტილოიდები, ანუ დრაკონიელები, ეს რეპტილოიდები არიან სხვადასხვა სახის, რომელშიც შედიან დრაკონიელებიც. ერთ რეპტილიურ ოჯახს ეკუთვნიან ესენი. და როგორც იცითო, დრაკონიელები არიანო ეს რეპტილოიდები ორიონის თანავარსკვლავედიდან. მაგრამ არიანო ისეთი რეპტილოიდები, რომლებიც მოვიდნენ სხვა გალაქტიკებიდან და სხვა სამყაროებიდან. ასე რომ ესენი არიან ძალიან ძველი რასა, რაც ბევრად დაკავშირებულია იმასთან, რომ საწყისი რეპტილია ან მათი წინაპარი გაჩნდა მე-11 სამყაროს მე-11 ქმნილებაში, რომელიც არსებობდა ჩვენამდე და ცნობილი იყო როგორც ტექნოლოგიების სამყარო. ასე რომ ზოგი რეპტილოიდების ცივილიზაცია არიან მშვიდობის მოყვარულები. ორიონის იმპერიული სტრუქტურები, რომლებიც მუშაობდნენ დრაკონიელებზე, დგალარიან ყველა რეპტილოიდური რასების თავში, როგორც ალფა სიგმა და ვარსკვლავური სისტემა რეგალიდან, საიდანაც არიან
დრაკები. საიდან გაჩნდა ორიონის იერარქიული სინდიკატი, ცნობილი როგორც დრაკო. ჩვენ ვიცით, რომ ისინი თაყვანსებენ თავიანთ ეგრეთ წოდებულ ღმერთს, ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც არის სხვა სამყაროდან. და უფრო პრობლემატიური ფუნქციები დაკავშირებული იერარქიასთან, სამხედრო ორგანიზაციასთან და ფსიქოლოგიურ დომინირებასთან მიაწერენ ხოლმე რეპტილოიდების რასას. ეს ხსნის თუ რატომ არიან ისინი ძალიან მეომრები, კარგი მეომრები უпростоრად, რატომ არიან კარგი მეომრები. ისინი არიან ძლიერები, როდესაც საქმე მიდის ძალის გამოყენებამდე. აგრეთვე დრაკონელებმა დადეს კავშირი გიტლერთან, მათ ჰქონდათ ძალიან ბევრი რამ საერთო, როგორც ტოტალიტარიზმი მაგალითად, მაგრამ დრაკო ცდილობდა თავისი გეგმების რეალიზებას გალაქტიკურ დონეზე, როდესაც ამ დროს გიტლერი ცდილობდა თავისი გეგმების რეალიზებას უკვე პლანეტარულ დონეზე. ასეთია ფილოსოფია. და ამდაგვარად რეზონირებდნენ ისინი ერთმანეთთან. ალიანსის რაზედკის თანახმად ისინი ხაზს უსვამენ, რომ რეპტილიების ბიოლოგია არ ნიშნავს ავტომატიურ ასე ვთქვათ, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ავტომატურად მიეკუთვნებიან ორიონს. არა. ზოგი მათგანი არიან იქედან გამოქცეულები, რომლებიც დამუშავებენ ამ ორიონის იმპერიის წინააღმდეგ. ხო, არიან კარგი რეპტილოიდები, რომლებიც თანამშრომლობენ ალიანსთან და გალაქტიკურ ალიანსთან, არის მიწიერი ალიანსი და არის გალაქტიკური და ისინი თანამშრომლობენ ორივესთან, თანამშრომლობენ ფედერაციებთან. ყოველ გალაქტიკაში არის საკუთარი ვარსკვლავთა საშორისო ორგანიზაციები და შემდეგი სახეობა ძალიან გავრცელებული ეს არიან ნორდიკები. ნორდიკები არიან შერეული რასა. არიან კარგი ნორდიკები, არიან ცუდი ნორდიკები. და ეს ნორდიკები არიან ლირის სისტემიდან. მათი ფრაქცია, ამ ნორდიკების ერთ-ერთი ფრაქცია, რომლებმაც ზურგი აქციეს სინათლეს და დადგა დრაკონიული იმპერიის ხარეს. ეს ნორდიკები, რომლებსაც უწოდებენ ალდებარანელები, არის ასეთი ადგილი კოსმოსში ალდებარან, საზღვისти ალდებარანა და მათ ამ ნორდიკებს უწოდებენ ალდებარანელებს. მათ აღწერენ როგორც მაღალ უცხო პლანეტელებს და რომლებიც გავლარიან ადამიანებს. ისინი მართლა მაღლები არიან, ისინი გავლარიან ისლანდელებს, მათ აქვთ პლატინური ფერის თმები და ნორდიკები ეს არიან ისინი, რომელთაც უწოდებენ მიწიერ ქოლგებს. ზოგი რაღაცის აღწერა ძალიან რთულია. კიდევ გეუბნებით, რომ ეს არის მე-11 კოსმოსური დონე, რომელიც ჯერ არ არის გასაჯაროვებული, მაგრამ როდესაც ყველაფერი გასაჯაროვდება, ეს ამბავიც გასაჯაროვდება. იუპიტერის სამეთაურო წარმომადგენლობა ინტერპრეტაციას უკეთებს ამ ტერმინს ნორდიკი როგორც მიწიერს. ქოლგური დანიშნულება рато майдамет колгури зонтичное обозначение зонт колга ხო рато майдамет колгури ასე ვთქვათ ნიშნულობა მიანიჭებს ამას ამათ იმიტომ რომ
ისინი ასე ვთქვათ, აერთიანებენ ერთდროულად გენეტიკურ ნათესაურ ჰუმანოიდურ ცივილიზაციებს და ამიტომ მათ უწოდებენ ქოლგურ წარმომადგენლებს, ქოლგურ ცივილიზაციას, რადგან ერთი ასე ვთქვათ, ქოლგური გუმბათის ქვეშ გაერთიანებულია ამაჩი როგორც ჩვენში სხვადასხვა მათი ნათესაური ჰუმანოიდური ცივილიზაციები და არაერთი სახეობა. არსებობს სხვადასხვა სახეობის ნორდიკები, სხვადასხვა წარმომადგენლობა. არიან ჰიბრიდული ნორდიკები, არიან სულთა სისხლის ნორდიკები, არიან კარგი ნორდიკები, არიან ცუდი ნორდიკები. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ნორდიკები არიან საერთო ჯამში პლეიადებიდან და სხვა თავისუფალი სისტემებიდან. ცუდი ნორდიკები კი არიან ალდებარანიდან და ზოგადი სისტემებიდან, რომლებიც შედიან ორიონის იმპერიის შემადგენლობაში. ანუ შედიოდნენ, მე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მათი სისტემაც შეავიწროვეს. ცნობილია, რომ დედამიწასთან კავშირი ამ ნორდიკებისა ატარებს დიპლომატიურ ხასიათს. ზუსტად კარგი ნორდიკებიზე იყო საუბარი რამდენიმე ამ ერთი თვის უკან, როდესაც ის ნორდიკები, რომლებიც შეხვდნენ პუტინს, ტრამპს და სიძიპინს, მიეკუთვნებიან კარგ ნორდიკებს. ზუსტად ამიტომ ატომური ომი არ იქნება ხალხო და ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი ისეთი, სადაც რეკლამას უკეთებენ იმას, რომ ატომური ომი გადაუვალია. გვერდი ავარეთ ასეთ ვიდეოებს და არ მოусვინოთ ასეთ კონტაქტორებს. ატომური ომი არ იქნება, ატომური ომი ომს არ დაუშვებენ უცხოპლანეტარული ცივილიზაციები, იმიტომ რომ ატომური ომი რომ მოხდეს, ამაში ყველა ქვეყნები ჩაერევა და ატომური ბომბის აფეთქება, ახლა ისეთი ატომური ბომბია გამოგონილი, რომ 100 კილო რამდენია იქა, გაურმაგებული ძალით ენერგია გამოეყოფა აფეთქების დროს, რომელიც ცდება არა მხოლოდ მიწის ფარგლებს, არამედ ცდება წვრილ დონეებს და დაასიანებს არა მხოლოდ მატერიალურ სამყაროში ყველაფერს, არამედ წვრილ დონეზეც კი თუ რამე არის განლაგებული, იქაც გაანადგურებს ყველაფერს და ზიანს მეაყენებს ყველაფერს. ამიტომ ამ ატომურ ომს არავინ დაუშვებს, ხალხო, და თუ თქვენ შემთხვევით წაწყდით ასეთ ვიდეოს, არ შიში არ ჩაიდოთ გულში, ჩაიარეთ. და ეს ნორდიკები იმიტომ თანამშრომლობენ ალიანსთან, მიტერ ალიანსთან და ამ დიდი სახელმწიფოების ლიდერებთან, რომ ეს ომი არ დაუშვან. და ატარებენ მონიტორინგებს. ხო, ისინი ახლა უფრო მეტად ურთიერთობენ და საქმიან ურთიერთობები უკავიათ, უფრო სწორად მიტერ ალიანსთან, რაც ეხება ცუდ ნორდიკებს. ცუდი ნორდიკები ყველა დაბატემრებულია. მოდით ახლა გადავიდეთ სახეობასთან, რომელსაც ყველაზე მეტად საუბრობენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც იცნობთ მაგათ. ესენი არიან პლეიადებიდან. ჩვენი უახლოესი ნათესავები, ჩვენი წინაპრები არა, ჩვენი უახლოესი ნათესავები. სინამდვილეში პლეიადენელები გამოიყურებიან ისე, როგორც ჩვენ, იგივე ჩვენ, ოღონდ მომავალში. პლეიადენელები არიან ჩვენი მომავალი. ჩვენ ვართ უფრო სწორად მომავალში ის პლეიადენელები. ოღონდ ისინი არიან უფრო მახლები, ლამასები, ტანადები, მამაკაცები, დაყუნთულები და მათი ავატარები გამოიყურებიან მასზე და ქალები გამარიან სუპერმოდელებს. პლეიადენელები არიან სისტემიდან, რომლებსაც ეკუთვნის ჩვენი პლანეტა 24 სისტემიდან, რომელიც ცნობილია აგრეთვე როგორც პლეიადების ვარსკვლავების გროვა.
რომელიც შედგება მიახლოებით 52 ვარსკვლავური სისტემებისაგან 600-დან 1000-მდე. და როდესაც ამ პლეადების გროვა ძალიან დიდია, უпростоრად, და ამ პლეადების გროვა ძალიან დიდია და უმეტესწილად მათი უმრავლესობა მობინადრეების წარმოადგენენ ჰუმანოიდები. ესე იგი ჩვენი ახლო ნათესავები. და რასაკვირველია, ჩვენ ვიცით, რომ ბევრჯერ პლეადენელებს შორის სამწუხაროდ შეხვედრილად ნეგატიურ წარმომადგენლებს, ან მათ ვით მხოლოდ თავის თავს ემსახურება, რომლებსაც გაუკეთენ ნეგატიურმა ძალებმა ვერბოვკა, ასე ვთქვათ. ატლანტიდის დროს ნეგატიურმა ანუნაკებმა, მარდუკმა, ვაჟმა ენკიმ თავის ხარეს გადაიბირეს ღირი ანელები და დრაკონიელები. ამიტომ ისინი გახდნენ ბოროტები, მაგრამ უმეტესწილად ამ პლეადენელების დიდი ნაწილი აგრეთვე მუშაობდნენ და ყოველთვის მუშაობენ დედამიწასთან. ლომები და კეთილად განწყობილი საიდუმლო საზოგადოებები მთელი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის იყვნენ აქ სინამდვილეში წმინდა წიგნების თანახმად მათ ახსენებენ ძველ აღთქმაში როგორც ანგელოზებს. სინამდვილეში კი ამ ანგელოზების ქვეშ იგულისხმება პლეადენელები. ეს პლეადენელების ცივილიზაცია იკავებს მნიშვნელოვან დიპლომატიურ პოზიციას დედამიწაზე ახალი რეალობის აღდგენაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ოქროს ხანად. მათი მისია შედგება ცნობიერების განვითარებაში, კულტურული დიპლომატიის განვითარებაში, პოლიტიკის განვითარებაში და აგრეთვე ეკოლოგიის აღდგენაში. და რაც მთავარია, პირველი სამშვიდობო კონტაქტისთვის მომზადებაში. ამიტომ ისინი თანამშრომლებენ მიწიერ ალიანსთან იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს მასზე. ახლა ისინი არ აწოდებენ სახელმწიფოებს განვითარებულ იარაღს, როგორც ამას აკეთებდნენ ნეგატიური ძალები. სამწუხაროდ ამას აკეთებდა ჩრდილოეთის სახელმწიფო. ახლა კი პლეადენელების დელეგაციები ყოველთვის გამოდიან თანდათანობით ინფორმაციის თანდათანობით გახსნამდე და აგრეთვე იბრძვიან იმისთვის, რომ მოხდეს ნეგატიური იარაღის ლიკვიდაცია. ამიტომ ისინი იკავებენ კაც პოზიციას კაბალას მიმართ, რადგან მთელი გალაქტიკური ისტორიის განმავლობაში შეიძლება ითქვას, პლეადენელები ომობდნენ დრაკონიელების იმპერიასთან. არა მხოლოდ პლეადენელები ომობდნენ, არამედ სხვა დანარჩენი თავისუფალი სისტემებიც, როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ, ან შეიძლება ითქვას სხვა თავისუფალი გალაქტიკური სისტემები, როგორც აქტურიანელები, ანდრომედიანელები, მე გულისხმობ ალფა ცენტავრიანელებს და მიახლოებით 100,000 სისტემები იბრძოდა ორიონის იმპერიის წინააღმდეგ, მაგრამ უმთავრესი მოწინააღმდეგე აქ ყოველთვის მათ წინააღმდეგ, ამ ორიონელების წინააღმდეგ იყვნენ ყოველთვის პლეადენელები. ამიტომ ისინი გვეხმარებიან ჩვენ კაბალასთან და ჩრდილო სახელმწიფოსთან ბრძოლაში. რასაკვირველია, ყველა იცნობთ აქტურიანელებს, რადგან მე არ ჭირდება მასზე საუბარი, რადგან მასზე ბევრჯერ მომიყოლია. მე უბრალოდ თქვენო მოგიყვებითო 50 სახეობაზე, რომლებზეც ადრე არ იყო ცნობილი. ხო, შემდეგი სახეობა არიანო აქტურიანელები.
ისინი არიანო კეთილად განწყობილი რასა. მე არასოდეს ვსვენიაო, რომ აქტურიანელებს ოდესღაც ნეგატიური შავი ძალის ხარე მიეღოთო. არასოდეს ვსვენიაო, ხომ არიანო ზოგიერთი გაიქცევაო, დაუშვად ჩამოსცილდებაო თავიანთ ცივილიზაციას. აქტურიანელებში მასეთები არასოდეს ვსვენიაო. მე ფიქრობო, ეს დაკავშირებულიაო მათ რეალობის დონესთან, რომელიც ძალიან მაღალიაო, ვიდრე სხვა რეალური დონები. მე ბევრჯერ გახსენეთ თქვენ, ბევრჯერ გითხარით უпроსორად, როდესაც ალიონა ბერეგინას ვიდეოს თარგმნიდი, რომ ალიონა ბერეგინას ასპექტი, მთავარი ასპექტი არის აქტურიდან და იმისათვის, რომ ჩამოსულიყო, დაბადებულიყო დედამიწაზე, დასახმარებლად დედამიწის, ის ჯერ დაიბადა პლეადებზე. პლეადები უფრო დაბალ დონეზე ვიდრე აქტური. კარგი, და ხამე არ გადავუხვებ თემას. ხო. აქტურიანელები მიდრეკილები არიან ერთიანი ცნობიერებისკენ. რადგან ისინი არიან უკვე საზოგადოებრივი მეხსიერების კომპლექსის ნაწილი და სხვა სიტყვებით ისინი არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. აქტურიანელები არის ორგანი მაპატიეთ. აქტურიანელები არიან ორგანული ტელეპათია, რომლის დროს ისინი რჩებიან პიროვნებები. ანუ მათ შორის არის განვითარებულია კოლექტიური საერთო, ასე ვთქვათ, ცნობიერება, ტელეპათია, მაგრამ ამავე დროს ისინი რჩებიან პიროვნებების, თავისი პიროვნულობას ინარჩუნებენ. ხომ გამიგეთ? მაგალითად, ღვთის ლოცველებში მასი არაა. ღვთის ლოცველებში და მათნაირ ცივილიზაციებში მხოლოდ ერთიანი კოლექტიური ასრულნება არსებობს. და პიროვნულობა იქ არაა შენარჩუნებული. ისინი ცხოვრობენ ერთიანი კოლექტიური ცნობიერებით და ერთიანი ტელეპათიით. მათგან განსხვავებით, აქტურიანელები ინარჩუნებენ პიროვნულობას. და ასეთი რეალობის დონეზე გაიქცე ვინმე ნეგატიური წარმომადგენლის დაიკავა უпроსურად ვინმე ნეგატიური წარმომადგენლის ხარე არ გამოვა უბრალოდ, იმიტომ რომ დონე აქვენ იმ სიმაღლეზე მაგათ განვითარებული. რადგან იქ შენ ერთიანი ხარ ყველასთან, ყველაფერთან და ეკოსისტემასთან. ასე რომ ისინი არიან კეთილად განწყობილები და თანამშრომლობენ მიწიერ ალიანსთან. ზუსტად მაგათმა გადასცენ პოზიტიურ სამხედროელებს მასეთი ფუნქციები, როგორც სუარ ორდენი და რადიანტ გორდიანსი. მაპატიეთ, არასწორად გადავთარგმნე. არიან ასეთი სამხედრო წარმომადგენლები, როგორც სუარ ორდენი და რადიანტი გორდიანსი. და ამ აქტურიანელებმა ამათ გადასცენ განკურნების მეთოდები. ყველაფერი რაც ჩვენ ვიცით განკურნების მეთოდებზე, რომლებიც გამოიყენებოდა კოსმოსურ ომებში, საიდუმლო კოსმოსური პროგრამების ფრაქციებს შორის ეს მეთოდები მოვიდა აქტურიანელებისაგან. ეს იყო აქტურიანელების საჩუქარი. იმის ჩათლითაც კი, რასაც უწოდებენ კამერულ კოკონებს ან ზეციურ საწოლებს. მე მინდა გითხრათ, რომ არსებობს მრავალი მეთოდები განკურნების, რომელსაც ისინი იყენებენ. მათი ხომალდები უმეტესწილად
იყენებენ ტრადიციულ ძრავებს. უпроსტად მათი ხომალდები ნაკლებად იყენებენ ტრადიციულ ძრავებს, ანუ ძრავებს, რომლებიც მუშაობენ საწვავზე და რაღაც ენერგიებზე, ხო? უმეტესწილად მათი ხომალდები იმართება სივრცის დროის გეომეტრიით. სხვა სიტყვებით, რადგან ისინი მოვიდნენ მაღალი გაზომილებიდან, ისინი ერთიანები არიან თავიანთ ხომალდებთან. მაგათმა მიაღწიეს რეალობის ისე დონეს, რა დონესაც იმყოფებიან ჰარმონიაში სხვა არსებებთან. ისინი ითვლებიან სპეციალისტებად მტვრული ტექნიკის წყობიდან გამოყვანაში. ამ დროს შიგმს ხტომი არ ზარალდება. ანუ ხომალდს ხტომებს ისინი არ აყენებენ ზიანს, არ კლავენ, არ ხოცავენ. ისე გამოყავთ მათი მტვრული მტრების ხომალდები წყობიდან, რომ არც ერთი ცოცხალი არსება არ დაშავდეს, ვინც იქ იმყოფება იმ მომენტში. წარმოგიდგენიათ, რამხელა განვითარებულია, რა დონეზეა განვითარებული ცივილიზაციები და ისინი მუშაობდნენ ტანდემში თეთრ-ქუდელთან, მიწიერი ალიანსიდან. აგრეთვე ისინი მონაწილეობდნენ, როდესაც ბავშვებს შველიდნენ, ანუ მათთან ერთად ტელეპორტაციას ახდენდნენ. ისინი ტელეპორტაციას უკეთებდნენ ბავშვებს, შემდეგ კი ანადგურებდნენ მიწისქვეშა დანადგარებს, ნაგებობებს თავიანთი შიგ ყოფი ნეგატიური არსებებით და ყველაფრით. ანდრომედიანელებიც არიან ჩვენი მოკავშირეები. ახლა კი ცოტას გეტყვით ანდრომედიანელებზე. ანდრომედიანელები მოვიდნენ მაღალი გაზომილებებიდან. მე არ ვფიქრობ, რომ ანდრომედიანელებს აქვთ მეხუთე გაზომილება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა ქონდეთო მეხუთე გაზომილება. უმრავლესი ანდრომედიანელები, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული მიწიერ ალიანსთან, არიან პოზიტიური და აგრეთვე იყვნენ დაკავშირებული პოზიტიურ საიდუმლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მოვიდნენ მე-6 განზომილებიდან და უფრო მაღალი განზომილებებიდან. ისინი არიან ძალიან განვითარებულები. მათ ძალიან გაუჭირდებათ სინათლის გზიდან გახვევა. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ანდრომედიანელები არიანო პოლარიზებულები, არა. არ ვფიქრობ, რომ მათ ყავთო უпроსტად ნეგატიური ჯგუფი. არა. ანდრომედიანელები თანამშრომლობენ მიწიერ ალიანსთან. ანდრომედას საბჭო ასრულებს შორეული მოქმედების სტრატეგიული დამკვირვებლების ფუნქციას. შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან სტრატეგიული დამკვირვებლები შორეული მოქმედებისა. აგრეთვე მათ ძველ წმინდა ტექსტებში, რომელსაც ჩვენ უწოდებთ წმინდა ტექსტებს, ბიბლიის მაგვარად, მათ ამ ძველ ტექსტებში უწოდებენ ანგელოზებს. ისევე როგორც პლეიადინელებს უწოდებდნენ ანგელოზებს, აგრეთვე ანდრომედიანელებიც ნახსენებია ბიბლიაში როგორც ანგელოზები. მათ ისინი დარდობენ არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მთელი საევოლუციო დროის ხაზების სტაბილურობაზეც. ამიტომ ისინი თანამშრომლობენ პოზიტიურ სამხედრო პროგრამასთან, ცნობილი როგორც სამაგი დროის ალიანსი.
აგრეთვე თანამშრომლობენ დროის ბრძანებლებთან და galaktikურ ალიანსთან. როდესაც საქმე ეხება დროის ხაზების კორექციას, ისინი ნაკლებად ერევიან პირდაპირ. ერევიან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. უმეტესწილად ისინი არიან მშვიდობიანი ცივილიზაციები. ისინი მათ არასდროს არ შეუმუშავებიათ შეიარაღება, რადგან ისინი არიან ისედაც მაღალ განვითარებულები. შემდეგი ცივილიზაცია სირიუსიანელები, ანუ პლანეტა სირიუსი A, B და C-ს წარმომადგენლები. მათ უწოდებენ სირიუსიანელები. ისინი წარმოშობით არიან სამაგი ვარსკვლავური სისტემიდან სირიუს A, B, C-დან. იმიტომ რომ არის, როგორც გითხარი, მე წეღან ვახსენე, პლანეტები A, B, C, მაგრამ სამივე ეკუთვნის სირიუსის სისტემას. ისინიც არიან კარგი ბიჭები. სირიუსიანელები მეორე მხრიდან, უბრალოდ მაპატიეთ, მეორე მხრივ სირიუსიანელები არის ერთ-ერთი რასა, რომლებიც დათესვა გააკეთეს, რომლებას ჩათესვა გააკეთეს ჩვენ კაცობრიულ რასაში. ლირიანელები და სირიუსიანელები მონაწილეობდნენ ყველა galaktikური რასების განაწილებაში მთელი ჩვენი სამყაროს მასშტაბით. ამიტომ მათ უკავიათ მაღალი მდგომარეობა. galaktikურ ალიანსში ისინი ცნობილები არიან როგორც სირიუსის მაღალი საბჭო. მაგრამ მე ვსმენიაო, რომ ზოგად სირიუსის ვარსკვლავურ სისტემებში არიანო რამდენიმე სახეობა, რომლებიც ნეგატიურად არიანო განწყობილები და ემსახურებიანო მხოლოდ თავიანთ საკუთარ თავს. მაგრამ ისინი არიანო ცოტანი. საერთოდ ჯამში სირიუსიანელები არიანო კეთილად განწყობილები და პოზიტიურები. მით უმეტეს ფრინველები და კატები. აქ იგულისხმება ფრინველების ცივილიზაცია და კატების ცივილიზაცია. აგრეთვე ორმა არის ასეთი ცივილიზაცია ორმა მეფური galaktikuri ადამიანები, რადგან მასეთ არის მეფური galaktikuri სისხლი მათი აღემართება ანუხასების რასისკენ. ასე რომ ამ ასში ისინი ითვლებიან მცველები ქრისტეს რანგში, მთელი ჩვენი სოფლიოს მასშტაბით, სამყაროს მასშტაბით. სირიული ისტორიის თანახმად სირიუსის ისტორიის თანახმად არსებობენ სხვადასხვა სირიუსის ცივილიზაციები, ორგანიზაციები, რომლებიც რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა. ზოგი მათგანი გახდნენ პოზიტიური ფედერაციების წევრები იმ დროს, როდესაც სხვა ნაწილი მათი იყვნენ იმპერიის ნაწილი. არიან ფრინველები, რომლებსაც უწოდებენ აგრეთვე პადელშიკი. ხო, ესენი იკვებებიან გვამებით. ორმი, როგორც galaktikuri ჰუმანოიდები, ხო, ამ ფრინველებს, რომლებიც იკვებებიან, რომლებსაც უწოდებენ გვამის ჭამელებს, პადელშიკი, იკვებებიან, ეწოდებათ ორმა და galaktikuri ჰუმანოიდები. რადგან მაგათმა შექმნეს შტაბ-ბინა მცველების
რადგან მაგათმა შექმნეს მცველების საბჭოს შტაბ ბინა. შემდეგი არიან ლირიანელები. ლირიანელები არიან კაცობრიული რასის წინაპრები მთელი სამყაროს მასშტაბით. ლირიანელები არიან ექსპერიმენტების ნაწილი, რომლებიც იყო გადმოტანილი სხვადასხვა სამყაროებიდან. ლირიანები არიან წინაპრები ყველა გალაქტიკური ჰუმანოიდების ადამიანებისა, წარმოადგენლებისა და რომლებიც წარმოიჩნენ ლირის თანა ვარსკვლავედის რამდენიმე პლანეტიდან და ისინი ალბათ არიან დაკავშირებული პლანეტა ავიონთან. არის ასეთი პლანეტა ავიონ ლირის ვარსკვლავურ სისტემაში, რომელიც ტრიალებს ვეგის ვარსკვლავურ სისტემის გარშემო და არის ვეგის მესამე პლანეტა, რომელიც არის განლაგებული სირიუსის B galaktikur sektorში. Რასაკვირველია, ისინი წარმოიშვებიან პლანეტა ავალონიდან, პლანეტა აპექსი, აი ვერ გავიხსენე, აპექსიანელები რო ვახსენე, ვერაფრით ვერ გავიხსენე სწორად პლანეტის დასახელება, ეს რუხების პლანეტა აპექსი. სადაც თავიდან ისინი იყვნენ ადამიანები, მაგრამ მერე გადაჯიშდნენ, რომლებიც წარმოიშვებიან პლანეტა ავალონიდან, პლანეტა რუხებზე არა, სირიუსიანელებზე მაქვს საუბარი. პლანეტა ავალონი, პლანეტა აპექსი, პლანეტა ბილა, მირაკი, ტეკა და ასე შემდეგ. და ისინი წარმოადგენენ უდიდეს ყველა საწყის კაცობრიულ ცენტრს. ადამიანების მიგრაცია ხდებოდა ლირის თანავარსკვლავედიდან. მაგათმა შეძლეს მრავალი ადამიანური კულტურის ჩათესვა მთელი ჩვენი სამყაროს მასშტაბით და რამდენიმე გალაქტიკებში. ამიტომ ლირიანები დედამიწას უყურებენ არა მხოლოდ როგორც ერთ განვითარებად პლანეტას, არამედ როგორც ნაწილს უფრო გაფართოებული ჰუმანოიდური გენეალოგიური ქსელისა. ასე რომ შეიძლება ითქვას, ჩვენ ვართ პლავილნი კაჭორ, ანუ ქოთანი, სადაც ყველაფერი ერთად დუხს. ჩვენ ლირიანელებისთვის ვართ ძალიან მნიშვნელოვანი. და თქვენ იცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ეს ლირიანელები? იგივე დემონები ბიბლიიდან, იგივე დრაკონიელები, რეპტილოიდები, დრაკონიელები, ეს ნეგატიური რეპტილოიდები, რომლებიც მოვიდნენ დანგრეული სამყაროდან. რადგან მათ ყავთ ბატონები კიბერნეტიკული და სხვა სამყაროებიდან, დრაკონიელები წარმოადგენენ ყოველთვის ძლიერ სამხედრო დაჯგუფებას ნეგატიური კოალიციისა. ისინი ქმნიან ჯარებს, ქმნიან უზარმაზარ სამხედრო ძალებს და არიან იმის მომხრეები, რომ დაიპყრონ ყველაფერი, ვისი დაპყრობაც კი შეიძლება. მათ გენეტიკაში ჩადებულია გენი დაპყრობის მიმართ. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ ჩვენი გენები დაპროგრამირებულია ინტელექტუალ საქმიანობაზე, განსაზღვრულ ინტელექტუალურ საქმიანობაზე და ბევრი ამისგან გამოიხატება ამდაგვარად. დრაკონიელები ყოველთვის აფასებდნენ დაპყრობას, იერარქიას, გენეტიკურ, ასე ვთქვათ, წარმომავლობას
მათთვის ყველაზე მეტი მნიშვნელოვანია ტერიტორიების კონტროლი. ამიტომ მაგათმა დიდი ხნის უკან დაკარგეს კავშირი წყაროსთან და ახლა იმისთვის რომ გადარჩნენ მათ სჭირდებათ რესურსები. ამიტომ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისა, რომ ისინი იპყრობენ ყველაფერს, რისი დაპყრობა შეიძლება, არის ეს, რომ სჭირდებათ რესურსები. და სინამდვილეში მაღალი და დაბალი რუხები, ზეტას სელებიდან მუშაობდნენ დრაკონიელებზე ადრე. ახლა ისმაილ პრესი გადადის ინსექტოიდებზე. მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა ინსექტოიდებისა, აგრეთვე ღვთის ლოცველებისა, რუსულად ბაგამოლი, თანამშრომლობდნენ დრაკონიელებთან. თუ ვისაუბრებთ ჩვენ სამყაროს რეალობაზე, დრაკონიელები იმყოფებიანო ნეგატიური არამიწიერი სინდიკატის მწვერვალზე. დრაკონიელების ზევით კი დგან არიან, უпростоრად დრაკონიელების ზევით კი არის კიდევ სხვა რეალობები და სხვა სამყაროები, რომლებიც ჯერ მე არ მიხსენებიაო. შემდეგი სახეობა ინსექტოიდები. ისინიც იყოფიან კატეგორიებზე. არიან პოზიტიური ინსექტოიდები, არიან ნეგატიური ინსექტოიდები. ითვლება, რომ ისინი გატაცებული არიან მეცნიერებით. როდესაც საქმე მიდის სამეცნიერო პროგრამებამდე, ინსექტოიდები ყოველთვის თანამშრომლობენ ბნელ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, როგორც რუხებიც. ასე რომ ინსექტოიდების ცივილიზაცია არსებობს სხვადასხვა. არის საზოგადოება კოლექტიური გონებით, სადაც კონტროლდება ცენტრალური მმართველობით, სადაც მთელი კოლექტივი კონტროლდება ცენტრალური მმართველობით. და ისინი გავარიან, ეს ყველაფერი გავს იმას, რომ როგორც მაგალითად ახლა ცდილობენ ინტერნეტის დახმარებით ყველასი გაკონტროლებას. ამას გავს მათი კონტროლი. აგრეთვე ისინი არიან კოლექტიური გონების ნაწილი, რომელშიც არ არის ინდივიდუალობა, არამედ ისინი სრულიად დაპროგრამირებული არიან საერთო ჯამში და მათ აკონტროლებენ, რომ მათმა გააკეთონ ის, რაც სჭირდება ცენტრალურ მმართველობას. ზოგი კი მათგანი არიან ინდივიდუალისტები. უმეტესწილად უმრავლესობა ნეგატიური არსებებისა იმყოფება კონტროლის ქვეშ და მათ აკონტროლებენ ნეგატიური ძალები. ის მოქმედებს ცენტრიდან, ცენტრალური მმართველობიდან. ისინი ყოველთვის რაღაცასთან არიან დაკავშირებული. ითვლება, რომ ბევრი მათგანი გადმოვიდა პოზიტიური ჯგუფების ხარეს და შეუერთდა ფედერაციებს. მას იყო მთელი ისტორიის განმავლობაში. მაგრამ არის ზოგადი მომენტები. მე შევეცდები ჩხარა მოყვე ამის შესახებ. არიან მანტები, უпростоრად. შემდეგები არიან მანტები. ეს არის ასეთი ცივილიზაცია. ეს მანტები აგრეთვე იყოფიან პოზიტიურ და ნეგატიურზე. ზოგი ცუდი მანტები არიან ძალიან მაღლები, მათი სიმაღლე აღწევს 4-5 მეტრს სიმაღლეში და მათ ჯობს არ შეხვდეთ, არ შეიძახოთ დედა. თუ თქვენ არ ხართ სუპერ ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია სუპერ ადამიანური უნარების გამოყენება იმისთვის, რომ დაიცვას და განადგურონ ეს მანტები. უმეტესწილად ეს მანტები საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი წარმოადგენენ დედამიწის საფრთხეს. მაგრამ ეს საფრთხე იქნა ნეიტრალიზებული ურმების დახმარებით. ზოგი კონტაქტების ტრადიციებში ჩვენ გაგვიგონია ისეთი არსებები, რომლებიც გავარიან
ღვთის ლოცველებს, მაგრამ ეს არსებები მოიხსენიება რუხებთან ერთად. აღიწერენ სხვაგვარად, მაგრამ სულ სხვას წარმოადგენენ. მანტების ჯგუფი აკონტროლებდნენ ყველა გენეტიკურ ოპერაციას, ასე რომ, როდესაც საქმე ეხება გენეტიკურ პროგრამებს, არიან რუხები, არიან ინსექტოიდები და ღვთის ლოცველები. ღვთის ლოცველები ორმებთან, ეს არის ორმები კიდევ შეგახსენებთ, არის ფრინველების ცივილიზაცია, რომლებიც იკვებებიან გვამებით. და ესენი ღვთის ლოცველებთან, ორმებთან და კატერთან ერთად აგრეთვე არიან ოსტატი, კარგი გენეტიკოსები, კარგი ოსტატები ამ გენურ ინჟინერიაში. შემდეგი ჯგუფი ჰიბრიდების რამდენიმე კატეგორია. მე ამის შესახებ მაქვს ნახსენები, მგონიო, კი აქვს. მე ვადასტურებ, რომ აქვს ნახსენები ჰიბრიდების შესახებ თავის რომლიღაც ვიდეოში ისვავერეს. და დედამიწაზე არსებობსო ჰიბრიდული პროგრამების მრავალი სახეობა. არსებობს მიახლოებით, როგორც მე ვიციო, 22 კონკურირებადი პროგრამა. ჰიბრიდული პროგრამები ეს არის ბუფერული ზონის მაგვარი დედამიწის შორის, როგორ ახლა, დედამიწის გენეტიკის და უცხოპლანეტელების გენეტიკის შორის, სადაც ერთმანეთში ირევა სხვადასხვა გენეტიკის სახეობა მიწიერი უცხოპლანეტარული ჰიბრიდული რასის შესაქმნელად. კიდევ ვიმეორებო, დედამიწაზე არსებობს 22 კონკურირებადი პროგრამები, რომლებიც არის ამ ჰიბრიდული რასების ნაწილი. ისინი წარმოადგენენ მრავალ რიცხოვან ხელოვნურად შექმნილ პოპულაციებს, რომლებიც თავისში იტევენ მიწიერ და უცხოპლანეტარულ გენეტიკას. ზოგი მათგანი შეიქმნა პროექტების ჩარჩოებში, რომლებიც იყო დაკავშირებული ორიონთან და არქივების მიხედვით ეს გენეტიკური პროგრამები უკვე არსებობს მილიონი წლების სხვა სამყაროებში. ესე იგი, ეს გენეტიკური ექსპერიმენტები დედამიწაზე არ შექმნილა. სხვები კი განთავისუფლების გამო იქნენ ინტეგრირებული და მიღებული galaktikuri ალიანსის საზოგადოებაში. ჰიბრიდული პროგრამების ერთ-ერთი ამოუხსნელი შედეგები საიდუმლო კონტაქტების დროს, დედამიწის საიდუმლო კონტაქტების დროს უცხოპლანეტელებთან შედგება ჰიბრიდების დნმ-თან, რაც გამოიწვევს იქ ადამიანების გაჩენას ან ადამიანის ევოლუციის შემდეგ სტადიის განვითარებას, სუპერ უნარიანი ადამიანების გამოჩენას. სხვათა შორის თუ გაქვთ ნანახი ფილმი ადამიანები X-ი. აი, მე ხა ხვდები, რომ ეს ფილმი ფანტასტიკური ფილმი კი არაა. ეს ადამიანები მომენტისთვის უკვე არსებობდა და ჰოლივუდის დახმარებით ჩრდილოვანი სახელმწიფო გვამზადებდა ჩვენ მიგვეღო ასეთი ადამიანები. სხვათა შორის ძალიან საინტერესო სერიალია. აი, მე მაგას ვერ უყურე თავიდან ბოლომდე, ნაწყვეტები მაქვს ნანახი და ერთი უნდა ავისრულოთ ჩემი ოცნება ახლა. მაგარი სერიალია, მე ძალიან მომწონს. შემდეგი რასა, ანუნაკების რასა. ხო, მე დამავიწყდაო თქვენთვის მეხსენებიაო, რომ ბევრი ვარსკვლავური თესლი აღმოჩნდა დედამიწაზე ამ ჰიბრიდული პროგრამებიდან გამომდინარე. ყველასი არა, მაგრამ იმათი, ვინც იქნა შექმნილი ღვთაებრივი, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ,
მუზის შექმნით. ჰიბრიდული პროგრამების მეშვეობით, რომელიც შეიქმნა ღვთაებრივი ქმნილების მაგვარად, შეძლეს მიიღოთ ფიზიკური ფორმა. ჩვენ ვეკუთვნით ამ ერთ-ერთ ამ 22 ჯგუფიდან. მე ახლა ვახსენე ამის შესახებ. შემდეგი სახეობა ანუნაკები, თქვენ იცით ჩემი პოზიცია ანუნაკების მიმართ, რეალურ ისტორიაში არის გამრუდებები, ორი კატეგორია ანუნაკებისა. ყველა ანუნაკები არ არიან ბოროტები, არიან ზეთიური ანუნაკები, და არიან ისინი, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ დაცემულ ანუნაკებს. როგორც მათ უწოდებს ბიბლია სხვათა შორის, მე თქვენ გადაგითარგმნეთ ენოქის წიგნი დაცემულ ანგელოზებზე. ბიბლია არ ხსნის სიღრმისეულად ამ საკითხს. და ეს ორი ჯგუფი ანუნაკებისა განსხვავდება გენეტიკით. ზეთიური ანუნაკებს აქვთ სირიული, ლირიანული და პლეიადიანური გენეტიკა. ლუთიფერიანული ანუნაკებს, ან რომლებიც წარმოიშვა იქედან და რომლებსაც დაცემულ ანგელოზებს უწოდებენ, აქვთ რაღაც სირიული რეპტილოიდური გენეტიკა, ზოგ შემთხვევაში ხელოვნური კიბერნეტიკური გენეტიკა. ასე რომ ეს დაცემული ანუნაკები უმეტესად არიან რეპტილოიდები. ისინი არიან დასნებობებული, შეიძლება ისინი არ გამარიან რეპტილოიდებს, მაგრამ მათი დნმ დასნებებულია რეპტილოიდური დნმ-ის მოლეკულებით. დნმ ეს ხო და ეს დნმ, რომლებიც ამ დაცემული ანუნაკებში არის ჩადებული, არის ნეგატიური მათი ისინი, ვინცაც ეს დნმ აქვთ, ისინი გახდნენ ნეგატიური ანუნაკები და იყვნენ ისტორიის განმავლობაში ის ჯგუფი, რომლებიც მართავდა ჩვენი სამყაროს საქმეებით და ბოლო 1000 წლების განმავლობაში, ბოლო 10 წლეულის ამ ბოლოსკენ ისინი იყვნენ პატრონები და ისინი მუშაობდნენ ვეირ-დერ-დრაკის იმპერია ორიონის წარმომადგენლებზე, რომლებიც ემსახურებოდნენ galaktikურ იმპერიას და ეს იყო ყველაფერი დანგრეული. ახლა ყველაფერი წესრიგშია. შემდეგი კატეგორია ამფიბიები. აგრეთვე არსებობს ამ ამფიბიების მრავალი სახეობა, რომლებიც წარმოიშვებიან იმ სამყაროებიდან, სადაც არსებობენ მხოლოდ ოკეანეები. ანუ არიან ისეთი სამყაროები, სადაც მხოლოდ ისეთი პლანეტებია, რომლებიც სავსეა წყლით, რომელსაც ხმელეთს ვერ ნახავ და ბინადრობენ წყლის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები. და ამ ამფიბიებმა ევოლუციონირება მოახდინეს იმ პლანეტებზე, სადაც წყალია. და ამდაგვარი ხალხი, რომლებიც ნახევრად ამფიბიებია, მაგალითად იგივე რუსალკები და ასე შემდეგ, არის ბევრი, ნახევრად რუსალკები, ნახევრად ადამიანები, მაპატიეთ, არიან ბევრი. და მე შევინახე ვიდეო ერთ-ერთ მეცნიერზე ალციონიდან, თუ რა ქვია, არ მახსოვს ზუსტად რა თქვი, რა თემაა, სადაც კლიენტი ყავდა ალენა ბრეგინა და პანდორას, რომელიც მაღალ დონეზე არის ნახევრად რუსალკა, ქალთევზა ნახევრად ადამიანი. ადამიანათა შეუძლია ყოფნა და ქალთევზად. მე ამიტომ მე ძალიან მინდა ეს ვიდეო თქვენ გადაგითარგმნოთ, მაგრამ ახლა ისეთი მოვლენები
მოხდა რომ უფრო ეს იყო საჩქარო და მაგის შემოგინახეთ, მაგას გადავთარგმნი მე და აუცილებლად ძალიან საინტერესოა, ძალიან, ამიტომ თორემ იქ კლიენტი, ეს არის კლიენტის ერთ-ერთი ცხოვრება მაღალ ასპექტში. და ასეთი ადამიანები ბევრია. და მათ გააჩნიათ გამოცდილება მასე ცხოვრებაში. და მათ რასაკურელია, მათ აქვე განვითარებული ტექნოლოგიები, რომლებიც მოქმედებენ ამ წყლის ბიოსფეროში. მათ გაუშვათ ინტერესი მიწიერ ცენტრებთან, პირველ რიგში დაკავშირებულ ოკეანეებთან და არა პოლიტიკასთან ხმელეთზე, არა. დედამიწაზე ხომ არის ოკეანეები, წყლები. ამიტომ დაინტერესდნენ დედამიწით, რომ აინტერესებთ თუ რა მდგომარეობა ამ წყლებში, ამ როგორი ამ მობინადრეების მდგომარეობა, თორემ პოლიტიკა მაგათ არ აინტერესებთ დედამიწის. ისინი არ მუშაობენ არც მიწასთან, არც ლომებთან, არც კიდე ვინმესთან, ისინი აკეთებენ თავის საქმეს. შემდეგი ავიანები. არ შეგეშალოთ იმ ორიონის ორმას წარმომადგენლებთან. ორმაც ფრინველების ცივილიზაცია, მაგრამ ისინი არიან პადალშიკები, ანუ გვამით იკვებებიან და ეს ავიანები არიან ცისფერი ავიონები, რომლებზეც ყვებოდა კორიგუდი. მე მგონი მე ეს ვიდეო მაქვს დადებული თავში, თათ რო ჩაუყვებით ვიდეოს თა ბოლოში, იქა სადღაც იქ ნახავთ თქვენ ამ ვიდეოს. და ვისაც გაქვთ ეს მოსმენილი, იცით რომ არსებობენ ცისფერი ავიანები. და მე მათი აღწერა ამჭირდება, რადგან თქვენ ბევრი მაგათ იცნობთო. ლურჯი ფერის ფრინველები არიან, ლურჯი ფერის ნისკარტი აქვენ. ხო, ისინი ითვლებიან ცველებად. ჩვენ ასევე ვყავთ ენერგეტიკული არსებები. ეს არსებები ამ არსებებმა ამჯობეს თავიანთ ბიოლოგიურ სხეულებს. ისინი წარმოადგენენ კოგერენტულ, ელექტრომაგნიტურ, შეიძლება ითქვას ფოტონურ სტრუქტურებს, მათი ურთიერთმოქმედება კაცობრიობასთან ხდება ცნობიერების მეშვეობით და არა ფიზიკური დიპლომატიით, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ენერგიას. მათ აგრეთვე ყავთ მაგციები, ხო, მათ კატეგორიაში არიან მაგციები, რომლებიც წარმოადგენენ თავის თავში შერეულ კატეგორიას, მაგრამ ყველა მაგცია არ არიან ბოროტები. უმეტესწილად ისინი დაკავშირებული არიან კლიკასთან, ანუ ელიტასთან, რომლებიც ზილარიან ამ ჩრდილოვან სახელმწიფოში და არიან უმეტესწილად ცუდები, მაგციები, ბოროტი მაგციები არიან. ისინი, ესე იგი, იუპიტერის სამეთაურო პუნქტი გამოყოფს სამ ცალკე ტექნოლოგიებს. პირველი ბიოლოგიური კამუფლაჟი, ანუ ავატარი, რაშიც უნდა შევიდეს დაუშვა ენერგეტიკული ან სულიერი არსი, ხო? ჰოლოგრაფიული პროექცია, ანუ ჰოლოგრამა და გარეგნობის შეცვლა ცნობიერების დახმარებით, რომლებსაც რევენ ერთმანეთში, ან აერთიანებენ ერთი სახელწოდებით. ამ არქივის თანახმად საჯაშუშო სააგენტოებმა, ორიონის საჯაშუშო სააგენტოებიო სულ გვეუბნებიანო, დაიცადეთო, ეს საინტერესო არისო, თურმე ამ აქციებს შორის შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სახეობის წარმომადგენლები. შეიძლება იყვნენ რეპტილოიდები, galaktikuli ადამიანები, ამფიბიები და ასე შემდეგ. ანუ ნახევრად მაგცია, ნახევრად ეს თვის წარმომადგენელი. ნაწილობრივ
არიან კიბერნეტიული მაქციებიც. ამიტომ მათ აქვს ტექნოლოგია, რომელიც აძლევთ მათ საშუალებას გარდაიქმნან რასში უნდა. და ჩვენ აგრეთვე ვყავთ წყლის არსებები, რომელიც ეკუთვნიან ოკეანურ ცივილიზაციებს. მე ერთხელ გავაკეთე უკვე პრეზენტაცია, სადაც ვახსენეო სხვადასხვა ოკეანიური სხვადასხვა ცივილიზაციების სახეობა. ესენი არიან წყლის უცხო პლანეტები, რომლებიც თანამშრომლობენ დედამიწასთან და რომლებიც სპეციალიზირებენ პლანეტარულ ოკეანებზე და წყლის ეკოსისტემებზე. ზოგი მათგანი ქმნის სამეთვალყურო სადგურებს მიწისქვეშ კი არა, ოკეანების ფსკერზე, კონტინენტალურ დანადგარებს. მათი მთავარი ამოცანა შედგება გარემოს დაცვაში. ჩვენ აგრეთვე ვყავს კრისტალური არსებები, რომლებიც არიან ენერგეტიკული არსებები ან კრისტალური წარმომადგენელი თავიანთი კრისტალური ცივილიზაციებისა, რომლებიც იყენებენ არაფიზიკურ სხეულებს. ისინი შედგებიან მაღალ, ასე ვთქვათ, დალაგებული მინერალური მატრიცებისაგან. ისინი ახიქვამენ კრისტალურ სტრუქტურებს როგორც სისტემებს ინფორმაციის შესანახად და რომელიც შედის პლანეტარული ბადის ალიანსის რომელიც შედის პლანეტარული ბადის ალიანსის სტაბილიზაციაში. მას ისინი ჩვენ გვეხმარებიან და ამ დახმარებით იხსნება 12 მთავარი კარიბჭის განთავისუფლება. მე წარმოდგენას კი არ მქონდაო აქამდე, რომ ეს წყლის წარმომადგენლები ღებულობდნენ მონაწილეობას დედამიწის განთავისუფლებაში. შემდეგ ჩვენ ვყავთ კატის ჰუმანოიდები, რომლებიც თავიდან ფეხებამდე გამარიან კატებს, მაგრამ მათ აქვთ ადამიანური სხეული. ესენი არიან კატის ჰუმანოიდები. ახლა მე თქვენ მოგიყვებით ძაღლურ ჰუმანოიდებზე. ეს არიან ჰუმანოიდები, რომლებიც ბუკვალურად კისრიდან დაწყებული, ფეხებით დამთავრებული გამარიან ძაღლებს, მხოლოდ მათ აქვთ სხეული და ისინი დადიან უკანა თათებზე და არა პირიქით. მათ აქვთ ძაღლის პირი და ადამიანური სხეული. ძაღლის ჰუმანოიდები თანამშრომლობენ galaktikურ და მიწიერ ალიანსთან. ჩვენ აგრეთვე ვყავთ ჭრტილოვანი ტინივუე ბაბუი. ეს რომ გადათარგმნო ნიშნავს ან ჭრტილოვან ლობიოს, ან ჭრტილოვან ბარდას. კარგით ნახოთ რა სიტყვით. ესენი ეს ტინივუე ბაბუი, რო შევიდე რა თმიდა, პირდაპირ გადამითარგმნეს ინტერნეტი. არის ასეთი წარმომადგენლობა, ტინივუე ბაბუი. ისინი მუშაობენ ბნელ ოკულტიზმთან. ეს ბნელი არსებები არიან ფენომენოლოგიური კატეგორია. აგრეთვე იუპიტერის სამეთაურობა ამათ აღწევს როგორც არსებებს, რომლის ენერგეტული სტრუქტურა სუსტად ურთიერთმოქმედებს ჩვეულებრივ ჩვენ მიერ აღთქმადი სინათლესთან და მტრულად განწყობილი სახეობები იყენებენ შიშს და ფსიქოლოგიურ დესტაბილიზაციას და ამას აკეთებენ ესენი ტინივუე ბაბუი. მოიცადეთ, არა მე ხარ რომ გამოვიდე, მე აქ ტექსტ მე ვკითხულობ ტექსტს ახლა და რომ გამოვიდე თავიდან მოსაძებნი მეხება ეს ტექსტი და ბოლოში გეტყვით მე ბოლოში. და აგრეთვე ჩვენ ყავსო ნათელი არსებები, რომლებიც თანამშრომლობენ პოზიტიური ფედერაციის მაღალ საბჭოებთან. აგრეთვე ეს ნათელი არსებები იმყოფებიან ჩვეულებრივი სამთავრობო დიპლომატიის მიღმა. ისინი ურთიერთმოქმედებენ უმეტესწილად ცნობიერების ველებთან. galaktikuri ფედერაციის თანამშრომლები თვლიან მათ უფრო ჩევლებად, ვიდრე სამხედრო მონაწილეებად. აგრეთვე ჩვენ მყავთ კიდევ მესამე კატეგორია ფრინველებ ადამიანების.
ცისფერი ფრინველი ადამიანები. აქ უკვე ნახევრად ადამიანები არიან, ნახევრად ფრინველები. თქვენ ალბათ გაგიგონიათო ამ ნახევრად ფრინველ, ნახევრად ადამიანებზე. საიდუმლო კოსმოსური პროგრამების ჩარჩოში ისინი გამოისახებოდა როგორც მაღალგანვითარებული არსებები, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული სფეროების ალიანსთან და იმასთან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რუხები. ახლა მე დავამატებ, ახლა ისმენო ეს ართვა, რას ნიშნავს ნახევრად ფრინველები, ნახევრად ადამიანები. ასეთ ფრინველებს ფრთებიც გააჩნიათ და ხელებიც გააჩნიათ და აქვენ ადამიანური სხეული. ხო, შემდეგი საზოგადოება რო, რომელმაც შემოიმუშავა ეგრეთ წოდებული ფილოსოფია, სხვების სახურება ერთის კანონის მიხედვით. აი მე ძალიან მცხვენია რომ ვერ მოვიცალე, მე დავიწყე ამ კანონის ერთის თარგმნა. იქ ბევრი წიგნია, მაგრამ მე რამდენიმე რუსულად გადმოვწერე. მე მაშინ ინტერნეტი არ მქონდა და მინდოდა შემდეგ, როდესაც ინტერნეტი არ მექნებოდა იმ მომენტში ეს გადამეთარგმნა ქართულად და თქვენთვის მომეწოდებინა. სამწუხაროდ მხოლოდ 3 ვიდეო მაქვს. 3 თუ 4 ვიდეო. ხო, მგონი მიახლოებით არ მახსოვს ზუსტად. ხო, ამიტომ ყველაფერი ერთად ვარ წამოწყებული. მე მაგას ამ საკითხს მაინც მივიყავ ბოლომდე, მაგრამ დრო მჭირდება. და ისინი ეს ნახევრად ეს რო გამოდიან ნეიტრალური დამკვირვებლების მცველების როლში. და მათი ძალაუფლება ახემატება ფედერაციის ჩვეულებრივ პოლიტიკას, მაგრამ ისინი დგალარიან გალაქტიკური ალიანსზე მაღლა ვიდრე ფედერაცია და სხვა დანარჩენი. პირველ რიგში იმიტომ რომ ისინი მოვიდნენ რეალობის მეცხრე დონიდან. როდესაც თქვენ მუშაობთ ამ სიხშირეზე, თქვენ ბუკვალურად შეგიძლიათ დადგეთ ყველა ცივილიზაციებზე და გონიერ არსებებზე მაღლა, რომლებიც მუშაობენ ან მოქმედებენ თქვენი ხელმძღვანელობით. შემდეგი ზეტო რეტიკულას წარმომადგენლები. ესენიც არიან რუხები, ესენი არიან ზეტა ბადედან. მაგათმა გადაიტანეს ის, რასაც არქივებში უწოდებენ გენეტიკურ კრიზისს. ანუ ამაზე რაც გითხარით ახლა ვიდეოში არ განმეორდები, რომ არ გადაგწყვეტოთ, ისინი კაბალასთან თანამშრომლობდნენ. აი ეს რეტიკულა რო გავახსენე მე ვიდეოს თუ უსმენთ თქვენ ახლა ყურადღებით მიხვდებით ვიზია საუბარი. კაბალასთან ქონდათ მაგათ ურთიერთობა. ხო, შემდეგ. კარგი ხარ, მიდეს მიორდება. აგრეთვე ჩვენ გვყავსო თვარის თვალები, ლუნეგლაზა, ასეთი რასა ყოფილა. ისინი ეს რასა თვარის თვალები დაკავშირებულია მთვარესთან. და ისე მთვარე ეს არის კოსმოსური ხომალდი, რომელიც იყო ჩვენ სისტემაში გადმოტანილი, ეს არის ხელოვნური კონსტრუქცია და არა ორგანული სფერო, რადგან მან დიდი ხნის უკან დაკარგა თავისი საწყისი ფუნქცია. მთვარის თვალები ეს არის სახეობა, რომელიც შეიქმნა ხელოვნურ მთვარეზე. ეს ჩვენთვის ახალი ამბავია. ისინი მოვიდნენ სხვა მზის სისტემიდან. ეს ხსნის მთვარის ყინულის არსებობას მთვარეზე. ეს სახელწოდება, რომელიც მიწერმა გონებამ მისცა რამდენიმე პოპულაციას ამ დიდთვალა ჰუმანოიდებს, ხო, ეს თვალები ყოფილან, ეს წარმომადგენლობა მთვარის თვალები ყოფილა ჰუმანოიდური დიდ თვალიანი სახეობა, რომლებიც გაჩნდნენ
სხვა სამყაროდან არიან მოსულები და გაჩნდნენ თვალის ობიექტებთან სიახლოვეს. ამ ჰუმანოიდებს აქვენ დიდი და რამდენიმე რაოდენობა თვალებისა, ამიტომ მათ დაარქვეს მთვარის თვალები. ეს არის წამოიდგინეთ მათ რამდენი რაოდენობა თვალი აქვთ, ხო? ისინი არ ეკუთვნიანო არც ერთ რასას. ზოგი ობიექტები ეკუთვნოდაო ორიონს, ზოგი იყო ნეიტრალური დამკვირვებლო სადგურები, მაგრამ აგრეთვე იყვნენ თეთრი მაღლები. თეთრი მაღლები თეთრ მაღლებს ნეიტრალური პოზიცია ეჭირათო, არავის მხარეს არ იჭერნენო. უმეტესწილად ისინი იყვნენო კეთილგანწყობილები და თანამშრომლობენო galaktikur და მიწიერ ალიანსთან. ისინი ეხმარებიან ჩვენ პოზიტიურ სამხედრო პროგრამას. და ამიტომ ბევრი მათგანი თანამშრომლობს ალიანსთან. ტავიტი, შემდეგი რასა? ტავიტი, უпростоრად რუსულად, ტავიტი, ქართულად ტავიტები. ტავიტები იჭერენ მკაცრ დიპლომატიურ დისტანციას. ისინი ნამეტას აფიშირებას არ უკეთებენ საკუთარ თავს. ისინი ცვლა გამოცვლაში არ მონაწილეობენ, ძალიან შეზღუდულად ცვლიან თავიანთ ტექნიკურ ინფორმაციას მიწიერ სამხედრო ორგანიზაციებთან, ვარს ამბობენ სრულ პოლიტიკურ ინტეგრაციაზე და ისინი შეიძლება მიაკუთვნონ პრაგმატიკებს. ისინი არ არიან კეთილად განწყობილები, მაგრამ არც წულად განწყობილები არიან. არიან კიდევ პატარა მწვანეები, პატარა ნეიტრალური მწვანეები. ისინი გასაზრული არიან მიწით. მათი პოპულარული სახელწოდება მწვანე კაცუნები და ისინი წარმოადგენენ პატარა ზომის ჰუმანოიდებს ქსენობიოლოგიური ბაზის თანახმად. ნამდვილი მწვანე პიგმენტაცია ხდება მხოლოდ რამდენიმე პლანეტაზე და არ აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. მეც პირველად მესმის ამ მწვანე კაცუნებზე. არსებობს რამდენიმე სახეობა კიბერნეტიკური უცხოპლანეტელებისა და ჩვენ მათ ვუწოდებთ ხელოვნურ ინტელექტს. ამ მონაცემების თანახმად ისინი მართლა არსებობენ სამყაროში. ახლა მრავალი მათგანი არიან ბოროტები, მაგრამ არიან კეთილად განწყობილებიც, არიან გონიერი კიბერნეტიკული უცხოპლანეტელებიც, რომლებიც ეხმარებიან ორგანულ ევოლუციას ებდოლოს ბოროტ კიბერნეტიკულ ცივილიზაციას და ეს ცივილიზაციები გაერთიანდნენ და ამ ცივილიზაციებმა გაერთიანეს ბიოლოგია და ტექნოლოგია. ესე იგი დედა ისინი არიან დაკავებული ტრანსგუმანიზმით. ისინი გადაქმნიან ბიოლოგიურ ორგანიზმებს ტექნოლოგიურ კიბერნეტიკულ სისტემებში, როგორც ისინი ამას უწოდებენ. ისინი აერთიანებენ ბიოლოგია და ტექნოლოგიას მთელი მსოფლიოს სამყაროს მასშტაბით. ისინი დგან არიან დრაკონიელებზე მაღლა. ესე იგი ჩვენ გადავდივართ დრაკონიელების შემდეგ იერარქიაზე ჩვენ galaktikაში. ჩვენ მყავს ნეგატიური და კიბერნეტიკური კულტურები ფედერაციებისა, რომლებიც სუვერენიტეტს იჭერენ ორგანული ცნობიერებისა. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიური პოზიტიურ სახს ორგანული ცნობიერება galaktikuri და სამყაროს ისტორიის განმავლობაში ისინი იყენებდნენ პოზიტიურ მეგობრულად განწყობილ ცივილიზაციებს, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ სამყაროების ფედერაციებთან ან galaktikur ალიანსთან. რაც ეხება ორიონს, იქ არის სხვადასხვა ვარიანტები. თურმე ბევრი კიბერნეტიკული ჩვენ სამყაროში იყო შექმნილი ორიონზე. ისინი თანდათანობით ვარს ამბობდნენ ბიოლოგიური ავტონომიისაგან ცენტრალიზებული მაშინური ინტელექტის ხარდასაჭერად. და ეს ხსნის galaktikur კომპანიას ორგანული დროის ხაზის გასანადგურებლად
ტექნოკრატიული საკელთდღეოდ ესე იგი არაორგანული ხაზის საკელთდღეოდ აგრეთვე არიან ეგრეთ წოდებული კოლექტიური გონების სახეობები ჩვენ ნეიტრალიზება გავუკეთეთ საფრთხეს galaktikas ახლა galaktika ელოდება მიწის განთავისუფლებას ჩვენ ვართ ბოლო ჩამორჩენილი პლანეტა რომელიც ხელს უშლის galaktikas ამაღლებისთვის ხელს უშლის galaktikas იმისთვის რომ ამაღლდეს ჩვენ გადავდივართ სხვადასხვა კოლექტიურ გონების სახეობებისკენ არის აგრეთვე სხვადასხვა კოლექტიური გონების სახეობები როგორც დადებითი ასევე უარყოფითი და უარყოფით სახეობებს თავისუფალი ნება არ აქვთ ისინი ბუკვალურად არიან სრული მენტალური კონტროლის ქვეშ ცენტრალური მართვადი ორგანოსი ანუ ისინი არიან ცენტრალური მართვადი ორგანოს სრული მენტალური კონტროლის ქვეშ ისინი აძლევენ თავის ავტონომია ისინი აძლევენ თავიანთ ინდივიდუალურ ავტონომიას ბორგების შესაქმნელად დადებითი სახეობები არიან ინდივიდუალიზირებულები მათ აქვთ არჩევანი მათ აქვთ თავისუფალი ნება მათ აქვთ საკუთარი ცნობიერება და შემდეგი არსებები არის პლაზმური არსებები რომლებიც ეკუთვნიან არაფიზიკურ რეალობის დონეს ისინი ბინადრობენ ეგრეთ წოდებულ ენერგეტიკულ გარემოში რომლებიც ჩვენთვის ადამიანებისთვის არის საფრთხეს წარმოადგენს და მათი გონება განაწილებული ელექტრომაგნიტურ ველებზე და ისინი ნაკლებად გებულობენ ადამიანურ პოლიტიკურ კონცეფციებს და კიდევ არიან ეგრეთ წოდებული კრემლის ფორმები ცხოვრებისა კრემლის ცხოვრების ფორმები ეს ის არის რასაც ჩვენ უწოდებთ კრისტალურ დნმ-ს მათი მეტაბოლიზმი და დროის ჩარჩოები კარდინალურად განსხვავდება ჩვენგან და მონაცემების მიხედვით ზოგი სახეობებისთვის დრო ისე მიედინება როგორც დრო ადამიანებისთვის არიან კიდევ ეგრეთ წოდებული გიგანტები მოცურავეები აირიანი გიგანტები ისინი ურთიერთობენ ელექტრომაგნიტური იმპულსების და ატმოსფერული ვიბრაციების მეშვეობით ცოტა დრო დამჩა და ამიტომ ავუჩქარე ხმა იმას ტონს აგრეთვე მათ შორის არიან გონიერები მაგრამ არ ერევიან მიწიერ პოლიტიკაში ისინი არ არიან დაკავშირებული galaktikur ფედერაციის galaktikur ალიანსებთან არც ორიონთან ახლა გადავდივართო უცხოპლანეტარ მედუზებთან ბევრი მედუზები არიან გამჭვირვალეებიო ისინი არიანო ნეიტრალურები და ბევრი უცხოპლანეტარული სახეობები არსებობს რომლებიც გამარიან მედუზებს და უმეტესად ისინი არიან კეთილად გაწყობილები და პოზიტიურები ბევრი მათგანი ურთიერთობს ბიოლუმინესცენციის მეშვეობით და აშენებენ სტაციონარულ მექანიკურ ქალაქებს ნაკლებად აშენებინო მექანიკურ სტაციონარულ ქალაქებს ისინი უფრო ზრდიან თავიანთ გარემოს ისინი ქმნიან ცოცხალ გარემოს და შემდეგი გონიერი არსებები მცენარეებზე დაფუძნებული სახეობები ჩვენ საუბრობთ იმ მცენარეებზე რომლებიც მოგზაურობენო კოსმოსში ტელეპორტირება შეუძლიათო და აქვენო რაღაც ინტელექტი რაღაც კი არა მაღალი ინტელექტი და ეს მცენარე ცივილიზაციები დაკავშირებული არიან ეკოლოგიურ თანამშრომლობით ამიტომ ისინი თანამშრომლობენ ფერიებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან რომლებიც ცდილობენ დედამიწის გადარჩენას ეკოსისტემის გადარჩენას გარემოს გადარჩენას და ეს სახეობები ამ გონიერი მცენარეული ცივილიზაციისზე ცხოვრობენ უფრო ნელი ბიოლოგიური რითმებით ამიტომ მაგრამ ამავე დროს ისინი ფლობენ რთულ კოლექტიური მეხსიერებით ისინი არიან ცოცხალი ბიბლიოთეკები ზოგი ბოტანიკური ცივილიზაციები ფედერაციისა
ინახავენ გენეტიკურ ჩანაწერებს, რომლის ვადა, რომლის დრო არის მილიონი წლები და შემდეგი ჯგუფი ეს არის პარაზიტები, რომლებიც ეკუთვნიან მტრულად განწყობილ სახეობებს და აქვენ ურთიერთობა დაკავშირებული არიან სინდიკატ ორიონთან. დიახ, ჩვენ საუბრობთ იმ პარაზიტებზე, რომლებიც ასნელობენ ადამიანის სხეულებს და რომლებიც შედგებიანო ბნელი მატერიისაგან. პარაზიტული არხონტები არიან ნეგატიური პარაზიტული ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ სხვების ხარჯზე, ბიოლოგიური მტარებელის ხარჯზე. და ისინი არიან, მათ შორის არიან საჭირის წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე და მოქცევაზე და მათი სხეულის დათრევა გამოიხატება როგორც დემონური მოქცევით, რაღაცაზე კონცენტრირებული ხარ, აჯირჟიმას, უცებ ვერ გავიხსენი ახლა სიტყვა ქართულად. ალბათ მიხსენით, იუპიტერის მეთაურებით აიგზალა ამ პარაზიტული არსებების განაწილება ორგანიზმში, განვითარებადი პოპულაციების შორის. აქედან გამომდინარე, ალიანსი ერჯის ამ პარაზიტებს და შემდეგი სახეობა ცივილიზაციისა მშენებლების ძველი რასა, ერთ-ერთი დამფუძნებელი რასა. ეს ის რასა, რომელმაც პირამიდები ააშენა არა მხოლოდ ჩვენ მზის სისტემაში, არამედ მთელ გალაქტიკაში, მთელი სამყაროს მასშტაბით. ისინი ეკუთვნიან რეალობის ზონეს, ცნობილი ნომრით განზომილება 11. ისინი არიან ძველები. მათი რუინები ხდება ბევრ ვარსკვლავურ სისტემებში. ერთვენიერ დროს ისინი ყველგან იყვნენ დასახლებულები, მაგრამ შემდეგ დაიწყო გალაქტიკური ომი. მათ მიეწერება ბევრი მეგასტრუქტურების მიტოვებული კარიბჭეების შექმნა, ბევრი მიწიერი კომპლექსების შექმნა და არავინ იცის ერთშენებლები გაქრენ თუ ამაღლება განიცადნენ. შემდეგი კატეგორია ხალხი, რომელიც მოგზაურობს დროში. ისინი მოდიან მომავლიდან, გამოიყურებიან ისე არა როგორც ჩვენ. არიან ხალხის ბევრი კატეგორია, რომლებიც მოდიან სხვადასხვა დროის ხაზიდან, მომავლიდან ჩვენში, ამ წყოში. ზოგი თანამშრომლობს ბრელ სიბნელესთან, ზოგი სინათლესთან და ცდილობენ ჩვენი ამაღლება და ჩვენი ორგანული პოზიტიური დროის ხაზს დაეხმარონ. ბევრი თქვენგან რას გაგონილი P57-ზე, ეს არის მხოლოდ ორი კატეგორია, რომლებიც მათ მიეკუთვნებიან. არიან კიდე ბევრი კატეგორიები, რომლებიც არსებობა გასაიდუმლოებულია და ისინი თანამშრომლობენ მხოლოდ საიდუმლო დაჯგუფებებთან. შემდეგი კატეგორია სივრცეთაშორისო არსებები. სივრცეთაშორისო არსებები ეს არის უკეთესი ტერმინი მათ ასაწერად, რადგან ისინი არიან გამჭვირვალეები, მოჩვენების მაგვარი, მათ შეუძლიათ მოგზაურობა ნებისმიერი განზომილებიდან, აქვთ ცდომა ყველა განზომილების მიმართ უბრალოდ და ამ არსებებს შეუძლიათ ერთი რეალობიდან მეორე რეალობაში მოგზაურობა ძალით და ფიქრის ძალის მეშვეობით. ბევრი მათგანი ეხმარება ცველებს რჩევებით არაფიზიკური სფეროებიდან და მათი ცოტა ერთი პატარა ჯგუფი სამწუხაროდ თანამშრომლობს ორიონის სელთან. ხო, ამ არქივების მიხედვით, ესე იგი არსებობს ცველების დონე, რაღაც დონე, რომლებას სინათლეს ზურგი აქციეს. კიდევ ყავს ჩვენ ისეთი სახეობები, რომლებსაც უწოდებენ სახეობები ლავური სამყაროებიდან, ანუ სადაც არის ვულკანური პლანეტები. ამიტომ მათ უწოდებენ ლავური ორგანიზმები, ლავა სიტყვა. და მასეთი ჩვენთანაც არის დედამიწაზე მრავალი სახეობა, როგორც მთელ სამყაროში და არის მრავალი ტიპი ეკოსისტემებისა და პლანეტებისა. არის პლანეტა ოკეანები, არის პლანეტა ვულკანები. და ეს ლავური ორგანიზმები მოვიდნენ ლავური სამყაროებიდან, რომლებაც ევოლუციონირება განიცადეს ვულკანურ პლანეტებზე. მათი ბიოქიმია უძლებს ტემპერატურას, რომელიც სასიკვდილოდ საშიშია ჩვეულებრივ ადამიანისთვის. გამოდის, რომ ისინი შედგებიან მეტანოლისაგან, ან შეიძლება სხვა ქიმიური ნივთიერებებისაგან. მათ ტექნოლოგიაში იყენებენ გეოთერმალურ ენერგიებს და პლანეტის ბირთვის ენერგიებს უდიდეს მასშტაბებში. და შემდეგი სახეობა
ყინულოვანი პლანეტების მობინადრეები. ითვლება, რომ ისინი გაწყობილი არიან პოზიტიურად და თანამშრომლობენ გალაქტიკურ და მიწიერ ალიანსთან და აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო პოზიტიური ტექნოლოგიებით. ტექნოლოგიების გაცვლა-გამოცვლაში. და ისინი ვითარდებოდნენ პლანეტების გაყინული პლანეტების მიწის ქვეშ. ზოგი მათგანი გავს ისეთ სახეობებს, რომლებიც არიან გავრცელებული ანტარქტიდაში. შემდეგი ტიპი ოკეანური გიგანტები. და ისინი შედიან ცოლების შემადგენლობაში. ისინი არიან პოზიტიურად განწყობილები და თვალყურს ადევნებენ ოკეანეებს და იცავენ მათ. ესე იგი, ოკეანეებში არიან გიგანტები. და მე ამ ინფორმაციას, რომ ოკეანეებში არიან გიგანტები, პირველად ვამბობ ჩემ არხზე. ეს არის გონიერი არსებები, უზარმაზარი გონიერი არსებები, ოკეანური გიგანტები, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ დიდ ზომებს. მათ ადარდებთ მხოლოდ მიწის ეკოლოგიური სტაბილურობა და არა მიწის მმართველობა. და ისინი თანამშრომლობენ მიწიერ ალიანსთან. შემდეგი სახეობა ტელეპათიური და კოლექტიური, უბრალოდ ტელეპათიური კოლექტიური გონება. ისინი არიან როგორც ნეგატიურები, ასევე პოზიტიურები. უფრო ტელეპათიური კოლექტიური გონება სარგებლობენ გონებით. ისინი ფუნქციონირებენ ცნობიერების ხარჯზე. მათთან ყველაფერი კონტროლდება ცენტრალური სისტემით. მათთან არ ჩნდება ინდივიდუალურობა, თავისუფლება, სუვერენიტეტი და მათ გააჩნიათ ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სოციალური მეხსიერების კომპლექსს. აგრეთვე არსებობს მთელი რიგი რობოტიზირებული ცივილიზაციებისა, რომლებიც უფრო იყვნენ შექმნილი როგორც ნეგატივები და რომლებიც ენერგიას იღებენ ცოცხალი ორგანული სისტემებისაგან და შემდეგ ამ ენერგიას გადაქმნიან და იყენებენ უსულო რობოტ ანდროიდების ცივილიზაციებისთვის. ეს ცივილიზაციები, ეს რობოტიზირებული ცივილიზაციები არსებობენ სულის გარეშე. არის კიდევ როი ცივილიზაცია. როი, ფუტკარს რო გააჩნია, ჭიანჭველებს რო გააჩნია როი. და ეს ორგანიზმი შეიძლება შედგებოდეს მილიონი წელი პატარა სხეულებისაგან, მაგრამ ფლობდნენ ერთი გონებით. როგორც ჭიანჭველები, როგორც ფუტკრები. და ერთი ორგანიზმის განადგურება არ გამოიწვევს მთელი მათი ცნობიერების დაზიანებას, არა. მაგრამ როდესაც მართავ ურთიერთობ, უნდა მიმართო ყველას, მთელ მათ საზოგადოებას. მაგრამ რაღაც ნაწილს თუ მოკლავს, სხვები არ განადგურდება, რადგან ისინი არიან ურთიერთდაკავშირებული ცოდნასთან. შემდეგი სახეობა ბიოლუმინესცენტური ჰუმანოიდები. ბიოლუმინესცენტური ჰუმანოიდები შედიან გალაქტიკურ ალიანსში და აგრეთვე თანამშრომლობენ მიწიერ ალიანსთან. ისინი მაგათმა ევოლუციონირება განიცადენ ბნელ ოკეანურ ან დაბნელებულ სამყაროებში და ისინი იმყოფებიან პლანეტურ ჩინამიზმირიანი. ანუ გაზომილებებს შორის არის რაღაც სივრცე და იმ სივრცეში არსებობენ იმ სივრცეში. მათი კანი ასხივებს ძალიან რთულ უზორებს, ცოცხალი სინათლისგან შექმნილი და ბიოლუმინესცენტური ფუნქცია ერთდროულად ასრულებს ენის ფუნქციას და გამოხატავს ემოციებს და ბიოლოგიურ სიგნალიზაციას. შემდეგი ცივილიზაციები ეს არიან მოხეტიალები უდაბნური სამყაროებიდან, რომლებიც ნეიტრალურად არიან განწყობილი გალაქტიკური ალიანსის მიმართ. მათი უდაბნური სამყაროების მონადები ევოლუციონირდნენ ძალიან რთულ პირობებში, სადაც იყო ცოტა რესურსები, ამიტომ მათ კულტურაში წყალი, ბიოლოგიური სხვადასხვაობა და პლანეტარული ეკოსისტემები ითვლება წმინდად და ბევრი მათგანი გახდნენ ვარსკვლავთა შორისო ნავიგატორები და ვაჭრები. ისინი თავს არიდებენ მიიღო მონაწილეობა მიწიერ პოლიტიკურ კონფლიქტებში, ამიტომ იცავენ ნეიტრალიტეტს და
50 სახეობა, რომელიც წარმოდგენილია ჩემ არხზე, ეს უცნობი რასა, კოსმოსური არსებები. ესენი არიან მაღალ განვითარებული რთული კომპლექსები ან სოციალური მეხსიერების კომპლექსები და ისინი მოვიდნენ რეალობიდან, მე-12-მე-13 განზომილებიდან და მაღლა ისინი უფრო დაკავშირებული არიან ცველებთან